მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. 10%-ით გაეზრდება და 880 ლარი ექნება თანაზღაურება საკრებულოს არათანამდებობის პირ თანამშრომლებს უფლებამოსილების შესრულებისთვის. აღნიშნული საკითხი დღეს საკრებულოს ხდომაზე გახდა ცნობილი. საკრებულოს ის წევრები, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, ჩვენ ამდენადაც ვიცით, მათ ეძლებათ უფლებამოსილების განხორციელებისთვის განკუთვნილი ხარჯები. შესაბამისად ეს ხარჯი გაიზარდა 10%-ით და აღნიშნული ცვლილება წარმოქმნილია ამ კუთხით. გახდა 780 ლარი. Marci nauczył o sobie, no, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ახალციხის მერიამ 6 მილიონ ლარამდე თანხა მიიღო. კონკრეტულად რაში დახარჯავენ თანხას ჩვენთვის უცნობია. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს ხდომაზე გახდა ცნობილი. ახალციხის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის გელა ლომიძის თქმით, მიღებული თანხიდან 2 მილიონ 700.000 ლარამდე ახალი გზების მშენებლობისთვის დაიხარჯება. 400.000-მდე ლარს შენობის ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაციისთვის. 800.000-მდეა გათვალისწინებული საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის მუხლში და მილიონამდე ლარი სპორტული სივრცეების მოწყობა რეაბილიტაციისთვის. კონკრეტულად რა პროექტებია გათვალისწინებული რეგიონალური ფონდიდან მიღებული თანხიდან და რა პრინციპით მოხდა მათი პრიორიტეტებად დაყენება. ამის კითხვა მერი ირაკლი ლაზარაშვილისთვის გვინდოდა, თუმცა მან ხდომა ისე დატოვა, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც ლაზარაშვილმა ხდომაზე განაცხადა, ახალციხის 2025 წლის ბიუჯეტი 50 მილიონამდეა. ახალციხის მუნიციპალიტეტის რეგიონში განსახორციელებული პროექტების ფონდიდან შემოსავლების ნაწილი გაიზარდა 6 მილიონ 493.849 ლარი. აღნიშნული თანხით გაიზარდა გადასახდელების ნაწილიც. ორგანიზაციული კოდების მიხედვით ახალი გზების მშენებლობა გაიზარდა 2 მილიონ 750.859 ლარი. შენობების ფასადების და სახურავების რეაბილიტაციის არაფინანსური აქტივების მიხედვით გაიზარდა 385.000 ლარით. სკოლამდელი აზრით დაწესებულების შენობა ნაგებობის რეაბილიტაცია და ინვენტარის უზრუნველყოფის ორგანიზაციული კოდში გაიზარდა 810.790 ლარით. სპორტული ობიექტების აქტიური რეაბილიტაცია და მშენებლობის ორგანიზაციული კოდში 999.210 ლარით გაიზარდა. პროევროპული საპროტესტო აქციის 51 დღე საქართველოში. აქციის მონაწილეები თბილისსა და რეგიონებში ყოველდღიურად სხვადასხვა ტერიტორიაზე იკრიბებიან და ახალი არჩევნების ჩატარებას და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს ახალციხეშიც. აქციაზე მოშლის მიზეზიც და სათქმელიც არის უჩვლელი, რაც ხდება ზოგადად ქვეყანაში. და უერთდებით ჩვენს მოთხოვნა პირველ რიგში არის ის, რომ ჩატარდეს ახალი სამართლიანი არჩევნები საქართველოში, რეჟიმის ტყვეები გათავისუფლდნენ და ვიცხოვროთ საქართველოს ქართველმა ერმა იცხოვროს სამართლებრივ და დემოკრატიულ ქვეყანაში. არ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, როგორშიც დღეს ვცხოვრობთ, რომელსაც ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს არც ერთი განვითარებული ქვეყანა, არც ერთი პარტნიორი და ვართ ძალიან რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში ჩავარდნილი, ასე ვთქვათ. და აქედან გამოსავალი იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო უკან არ წავიდეს და საერთოდ ჩიხში არ მოვექცეთ და საბოლოოდ არ ავიღოთ რუსული კურსი, ამისთვის საჭიროა, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და მოხდეს სამართლიანი პროცესით, რა თქმა უნდა, ჩატარება. ადგილის მუნიციპალიტეტის სოფლების მოხედერცელის საავტომობილო გზის კილომეტრნახევრიანი გზის დაგება იგეგმება, რომლისთვისაც მერია თითქმის მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს.
ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით გზა სახელმწიფო შესყიდვაში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვის ვადაში უნდა დააგოს. ამ ტერიტორიაზე ასფალტი და ბეტონი დაგებული არასდროს ყოფილა. მოხედან 1 წლამდე მისასვლელი დაზიანებული საავტომობილო გზის შესახებ რეპორტაჟი ჩვენ გასულ წელს მოვამზადეთ. მაშინ მერმა გოჩა ქიმაძემ გვითხრა, რომ დაზიანებულ საავტომობილო გზის 13 კილომეტრიან მონაკვეთს რეაბილიტაციას ეტაპობრივად დაახლოებით 3 წლის განმავლობაში ჩაუტარდება. ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინოგურაციამდე რამოდენიმე დღე დარჩა. ვრცლად გიტოვებთ სტუდია ვაშინგტონს. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TOK-TV-G და Facebook გვერდს TOK-TV. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. მე არ მსურს საქართველოს რუსეთთან დაახლოება ვიხილო. ეს სიტყვები სენატორმა მარკო რუბიომ ამერიკის ხმას უთხრა თვეების წინ, მაშინ როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო ეგრეთ წოდებული უცხოეთის აგენტების კანონი და საქართველოში მასშტაბური პროტესტი მიმდინარეობდა. ახლა უკვე სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი მარკო რუბიო სენატის წინაშე წარდგა და სენატორების შეკითხვებს 5 საათის განმავლობაში პასუხობდა. მან რუსეთის, ჩინეთისა და ირანის შესახებ ძალიან ბევრი ისაუბრა. ხაზი გაუსვა ამერიკის პარტნიორობისა და ალიანსების მნიშვნელობასაც. სენატორები კი, რომლებიც ამ შეხვედრის შემდეგ ამერიკის ხმას ესაუბრნენ, ამბობენ, რომ საქართველოში არსებული ვითარება შემაშფოთებელია და ის ამერიკის ყურადღების ცენტრში დარჩება. ჩვენ საქართველოში ბოლო დროს იმედგაცრუებულნი ვართ და იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მცხოვრები ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებას ჩვენ გვგონია, რომ მას სურს. და რომ ის გახდება უკეთესი დემოკრატია, დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია. სამწუხაროდ საშუალება არ მოგვეცა მოსმენისას საქართველოს განგვეხილა. ვფიქრობ, ეს ის საკითხი, რომელიც მომავალში უნდა განვიხილოთ. წარდგენილია რამდენიმე კანონპროექტი საქართველოს შესახებ და ვისურვებდი, რომ შეგვიძლებოდა მათი წინასესიისას დამტკიცება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ შევწელით. ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ საქართველოში ყველა დემოკრატიული ნორმის წაშლით. ეს ძალიან გვაწუხებს. ჩვენი კომიტეტის წევრები, რომლებიც ევროპაზე არიან ფოკუსირებულნი, ამ თემაზე ხშირად საუბრობენ. და ეს უკუსრულად ძალიან შემაშფოთებელია. კონკრეტულად რა უნდა იყოს ამ ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომ ეს შეაკავოს და ეს ქცევა შეზღუდოს, ამას მომავალში ვიხილავთ. მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ რესპუბლიკელები და დემოკრატები მტკიცედ იდგებიან ქართული ხალხის გვერდით. მე თვითონ ძალიან მოხარული ვარ, რომ ვავრცელებ ინფორმაციას საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შესახებ. ისევ და ისევ ჩვენ გვსურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში. ნამდვილად არსებობს მსგავსება. სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოს ოჯახი თავად გამოიქცა კომუნისტური ქვეყნიდან. მას კარგი აღქმა აქვს იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ქონა. და მასზე უკეთესი სახელმწიფო მდივანი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დასახალისებლად ვერ გვეყოლებოდა. იგივეს ვიტყვი დონალდ ტრამპზე, რომელიც ის ადამიანია, ვისაც მთელ მსოფლიოში სურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მე პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. მივეცე ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, ის ამას იკვლევს. მაგრამ გავიმეორებ, რომ ჩვენ შთაგვაგონებს ქართველი ხალხი, რომელიც მშვიდობიან პროტესტს აგრძელებს და ითხოვს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. პრეზიდენტ ტრამპისთვის პრიორიტეტია, რომ მსოფლიოს ქვეყნები ატარებდნენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საკუთარი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ვფიქრობ, ჩვენ ახალ ადმინისტრაციას ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ. ჩვენ გავყინეთ ყველანაირი დახმარება. $95 მილიარდ მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის. დავასანქცირეთ საქართველოს მთავრობის ბევრი ოფიციალური პირი ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილეობისთვის, რაც პროტესტის და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას ეხებოდა. ჩვენ დავასანქცირეთ ამ რეპრესიების წამყვანი არქიტექტორები, მათ შორის ბიზინა ივანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია საქართველოს არა მხოლოდ შიდა ორიენტაციის, არამედ მისი საგარეო პოლიტიკის შესახებაც, რომელიც უფრო ემსგავსება რუსეთისა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკას. ასე რომ ჩვენ ახალ გუნდს ეს სიტუაცია ამ ადმინისტრაციისგან ძალიან მრავალფეროვანი ქმედებების ნაკრებით გადავეცით. საბოლოოდ კი ცხადია, საკუთარი ბედი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. სენატორ რუბიოს, რომელიც მომავალი სახელმწიფო მდივანი იქნება, ესმის ურთიერთობა რუსეთსა და ჩინეთს შორის და საფრთხე, რომელსაც ეს ორი ქვეყანა ქმნის. ჩემი მოლოდინია, რომ ის მკაფიოდ გაიგებს, რა ხდება საქართველოში და სანქციების მომხრე იქნება. ასევე იქნება ალბათ მაიკ უოლცის შემთხვევაშიც, რომელიც ეროვნული უშიშროების მრჩეველი უნდა იყოს.
კონგრესი კი ახლა ორპარტიულად მიმართულია იქითკენ, რომ მტკიცე ნაბიჯები გადადგას. ჩვენ გვყავს წარმომადგენელთა პალატის წევრი კონგრესმენი ჯო ვილსონი, რომელიც მართლაც აღმაფრთოვანებლად ლიდერობს საქართველოს მხარდაჭერას და სანქციებისა და ახალი არჩევნების თაობაზე მხარდაჭერის გაძლიერებას. ჩვენ მაკ-კეინის ინსტიტუტიც გავაძლიერებთ თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნებისკენ მოწოდებას. ცხადია, მხარს ვუჭერთ ქართული ხალხის უფლებას თავად გადაწყვიტოს საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური მომავალი. მარკო რუბიო ამბობს, რომ სენატს დასამტკიცებლად ძალიან მალე წარუდგენს ყველა იმ კანდიდატს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით საქმიანობას უნდა ჩაუდგეს. სათავეში თავის მხრივ კი სენატის რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერებით დონალდ ტრამპს არჩეულ პრეზიდენტს ჰპირდებიან, რომ მის მიერ წარდგენილი მისი ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი კანდიდატები უმოკლეს ვადაში დამტკიცდებიან.